თქვენი ქვეყნის მაშინდელ უმაღლეს მთავარსარდალს როგორ დაახასიათებთ? ეს იყო უმაღლეს მთავარსარდალი წადით თუ უმაღლეს მთავარსარდალი მომყევით? მომყევით. ერი მიყვა მაგას. მადლობა რომ საერთოდ ესეთი ობიექტურები ხართ და ხვდებით ყველაფერს. ასე აფასებს 17 წლის შემდეგ სამშვიდობო ძალების შტაბის მეთაური ყოფილ მთავარსარდალს. ეს კითხვა კი მას შემდეგ დაისვა, რაც მამუკა ყურაშვილმა თქვა, რომ 7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში ჩასულ სააკაშვილთან შეხვედრის და ადგილზე სიტუაციის გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცა. 7-ში იყო ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი გორში და თქვენი გდახვდით. რა უცილებლობა იყო თქვენი გდახვედრის? ბრძანება იყო და დავხვდით. ვინ გიბრძანათ? გენშტაბის უფროსმა. 7-ში ხვდებით, არეუნებით ამას, რომ შეიძლება მოხდეს ესკალაცია, შეიძლება დაიწყოს ომი და ამ ჩვენ მოსახლეობას რას უშვებით? უშუალოდ როცა ვნახე მოხსენება გაუკეთეთ, დავხვდი და დავიძარით მე უკვე გაბატონად თეამას თქვა როგორი ნაბიჯები დადიოდა და მე კონტაქტი მე შინით არ მქონია იქ ოთახში იყო გამოვიდა და მე მაგისის არ მქონია მოკლედ ეს თქვენ გამოიჩინოთ ინიციატივა და უთხრათ რომ გთხოვთ უმაღლესო მთავარსარდალო მომცეთ საშუალება მოგახსენოთ ეს აკრძალულია სამხედრო წესში რა თქმა უნდა არ არის აკრძალული მაგრამ თვითონ სიტუაციიდან გამომდინარე და არ ცადეთ პროაქტიულად რომ მომეცით თუ შეიძლება საშუალება მოგახსენოთ არ გამოიჩინეთ ეს ინიციატივა. არ მქონია მაგის შესაძლებლობა. გენერალმა სააკაშვილთან ვერც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ საუბარი მოახერხა. ეს თავად თქვა და განმარტა, რომ 1 აგვისტოდან ამ საკითხს დღის წესრიგში პირადად აყენებდა. თუმცა ზემდგომი პირებისგან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა, სწორედ ამით ახსნა მაშინ მის მიერ გაკეთებული განცხადებაც. თქვა, რომ როცა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა გამოაცხადა, ამით ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილებას ცადა. მოსახლეობა ჩემ განცხადებას ძალიან გულთან ახლოს იღებდა. ეს განცდა მე მქონდა რომ ვერ შევძელი ზუსტად მიტანა მის სამართლზე რომ ეს გასაკეთებელია. ამითი მაინც შევეცადე და ეს სიგნალი იყო მოსახლეობის რომ დაძრულიყო. ხომ არ იყო ისე რომ თქვენი სამშვიდობო სტატუსიდან გამომდინარე ნდობიანად გამოგიყენეს იმისთვის რომ მოსახლეობას გონებოდა რომ არაფერი ჯერ არ ხდება. კარგად დაფიქრდით, რას გეკითხებით და მიპასუხეთ სიმართლე. ხომ არ იყავით პოლიტიკოსების ხელში? თქვენ მოსაზრებასაც აქვს საფუძველი. ჩემს მოსაზრებას აქვს საფუძველი. სიკვდილის წუთამდე მე მახსოვრება, რაც თქვენ წეღან მე მიპასუხეთ. თქვენ როგორც სამშვიდობო შტაბის, ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აგიფარათ იმიტომ რომ მოსახლეობა გენდობოდათ ამიტომ მიგავლინეს იმ მიმართულებაზე და მოსახლეობაც და თქვენც გაგწირეს როდის გადაეცით პირველად რომ ბატონო გენერალო მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი არ არის აქ ცუდად არ არის აქ კარგად საქმე რომელი დღე იყო ეს რომ გადაეცით? რას ქვია გადასარჩენი? ხავდოთ ბოლო წამოვდეთ ცდილობდით რომ აგვეცილებინა კოფრი. რას ქვია გადასარჩენი? არა, ნახეთ რას გეკითხებით? რა გინდათ ბოლო რას გეკითხებით? მე არ მგონია რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა თონითაც საუბრობთ. და მოდით ყველა მოიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მოგძანდით. ამიტომ მოდით ეხლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო რომ თქვენ ტონს აუწიოთ. თუ მობძანდით მუნდირით, პატივიეცით მუნდირს პირველ რიგში. ამ ძიმე საუბრის ფონზე მამუკა ყურაშვილმა სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობაც დაადასტურა. ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას მტრული საქციელიც უწოდა და ამ ფონზე იმის ახსნაც მოუწია, რატომ გადაწყვიტა ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანება. ინტერვიუში ამბობთ, ჩემი აზრით დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ ხელისუფლება იგულისხმება, რომ ბომჟები, მილიონერები გამხდარიყო. რას გულისხმობდით ამაში? ვინ არიან ეს ბომჟები? რუსებს გულისხმობთ. აქ რუსებს არ გულისხმობთ, გულისხმობთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. კონკრეტულად ვის გულისხმობთ? ყოველ შემთხვევაში დათო კეზერაშვილს არ გულისხმობდი ნამდვილად. მერაბიშვილს? არა, პოლიტიკურ ხელს. ადეიშვილს? არა. უგულავას?
აბა გადაწყვეტილებას ომის დაწყებაზე ვინ იღებს? ამავე ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ უნდა თქვენზე გადმოებრალებიათ ომის დანაშაულები პრაქტიკულად. რას გულისხმობთ, ვის უნდა და თქვენზე გადმოებრალება? მარცხის, ჯარისკაცების მსხვერპლის ალბათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დასტურებ, რომ გიგი უგულავა ერეოდა სამხედრო ოპერაციებში. თქვენი სიტყვებია. თვითონ თავდაცვის მინისტრმა მიუშვა თავის უწყებასთან ახლოს ამა თუ იმ სამსახურების უფროსები. პოლიტიკოსებმა რატომღაც ისე აღიქვეს, რომ სამხედროებზე მაღლა იდგნენ. უგულავამ მშვიდობიანობის დროს, რომ ქალაქის მერი იყო, ომიანობის დროს სააკაშვილის კონსერვების გამხსნელი იყო. ხაც ვიცახი კი ბატონო, არ მომეწონა ეს განცხადება, რაც გააკეთა, მით უმეტეს ეს არის ჩარევანი. საქართველოს ცხინვალი დაბომბა, სერგი კაპანაძე ამბობს, ოღონდ მშვიდობიანი მოსახლეობა არა. კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. რას პასუხობს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება? სადაც ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ ის მტკიცება, რომ საქართველოს ცხინვალში კასეტური ბომბები გამოიყენა, ამას საერთაშორისო სასამართლოებში მხოლოდ რუსეთი ცდილობდა და მეთანხმები ბატონ ბექა ძამაშვილის ეს არის მტრული განცხადება. ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი და ყველა ის ადამიანი, ვინც ეცრება წინააღმდეგობა, სხვანაირად დაამტკიცოს, ის არის ქართული სახელმწიფოს ტერი. ყველამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამდენი წელია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი ეს პოლიტიკოსები, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენზე ცდილობდნენ ხელის შეხოცვას, გაკეთებინებდნენ იმ საოცრებებს, რბილად რომ თქვა, რასაც ამდენი დღეა ვისმენთ და ვიცით ისედაც. და დღესაც ცდილობენ და მრავალი მცდელობა ქონდათ, რომ საკუთარი ბრალეულობა ოფიცრებისთვის გადაებრალებინათ, აი ამის მეხამრიდად ჯარს, რა მნიშვნელობა აქვს დღეს მსახურობს ჯარისკაცი თუ აღარ მსახურობს, ჩვენ დაუდექით ქართული ოცნება ფარად. ამიტომ კეთილი ინებეთ ყველამ და ისაუბრეთ რეალობაზე. იმიტომ რომ თუ თქვენ სიმართლეს არ დაიცავთ, ისინი თქვენ არ დაგინდობენ. გენერლის შემდეგ საგამოძიებო კომისიის წინაშე 2004-6 წლებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი წარდგა. გოგა ხაინდრავამ წაგებული ომის გენერლების მონათხრობს სიცრუე უწოდა, თავად კი ქრონოლოგიურად გაიხსენა, როგორი მდგომარეობა იყო ცხინვალის რეგიონში ომამდე და როგორ დაიწყო კონფლიქტი. პირველი რაც გავაკეთე, როდესაც სახელმწიფო მინისტრად დამნიშნეს, დავჯექი ჩემ მანქანაში, მე და მძღოლი და წავედი ცხინვალის რეგიონში და კროკის გვირაბამდე ისე მივედი, რომ კაციშვილს არ გაუჩერები ვარ. ჩავედი ისე და მივხვდი, რომ არანაირი კონფლიქტი ხალხებს შორის აღარ იყო. კონფლიქტი როგორც ესეთი ადამიანებს შორის, ხო? კონფლიქტი პოლიტიკოსებმა წარმოქმნეს მერე იქა. დაიწყო აბსოლუტურად, აი სამარცხვინო კამპანია კოკოიტი ფანდარასტი, რომელსაც სათავეში ედგა ვინმე სანაკოევი. ეხლა როგორც არ უნდა სიმპათიით იყოს განწყობილი შენდამი ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ოსე ეროვნების, ჩვენი ძმები და ეხლა კოკოისი ფანდარას რო ეუბნები რა, არ მოეწონება ეგ ამბავი რა. მეცაც გეტყვით რა, უცხოელს რო ჩემთვისთან მიშასთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, მე ამას არ ავიტანდი რა. მე კი ვიცი ის ვინ არის, მაგრამ შენ ამის უფლებას არ მოგწე. იყო კონსტიტუციის დარღვევა. პირდაპირი, როდესაც მათ არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს ცხინვალის რეგიონში. მეცაც გეტყვით, ნაწილი, რომელიც არასოდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის იმაში არ შედიოდა, ლენინგორი ყოფილი და ახალგორის რაიონი გადასცეს დღეს ბორდერიზაცია. ზუსტად იმ საზღვრებზე მიდის, რაც სააკაშვილის და მისი მთავრობის გადაწყვეტილებით ოფიციალურად გადაეცა იმ, ასე ვთქვათ, სწორედ სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა გიორგი ვოლსკიმ, რომელიც მაშინ გოგა ხაინდრავას მოადგილე იყო. მოქმედი დეპუტატი, რომელიც კომისიის წინაშე საკუთარი სურვილით გამოცხადდა, ყვება, რომ მისი გუნდის სამშვიდობო პოლიტიკის პარალელურად მაშინდელი ხელისუფლება პროვოკაციებს აწყობდა და ურთიერთობებს აფუჭებდა. აღარ მოვყევით ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს და რა კარგი რაღაცეები გაკეთდა პარალელურად და ამას ხელს როგორ უშლიდნენ. რომ ვინმე სააკაშვილმა არ იცოდა, რომ ეს ეგეთი შედეგი მოყვებოდა ამას
რომ ქართველი ბიჭები დაიღუპებოდნენ და სამოქალაქო პირები, რომელიც არ გამოიყვანა განზრახ. და მე უფრო მეცაც გეტყვით, ხალხი ლაპარაკობდა ისინი რეზერვისტები, ახალგაზრდა ბიჭები, რომ ისე დაყვაყენესო, გეგონება სპეციალურად სამიზნეს შექმნეს ჩვენგანო რა, რომ იქნებ ვიღაცა დაშავებულიყო. აგვისტოს ომის პარალელურად როგორც ჩაბარდა ოკუპანტებს კოდორის ხეობა ომის გარეშე. ეს ყველაფერი დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ბათიაშვილმა გაიხსენა და ნაციონალური მოძრაობის ამ ნაბიჯს რუსეთისთვის გაკეთებული საჩუქარი უწოდა. ეს იყო პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება და გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, ეს ორი წინა პირობა როიტყვიან საჩუქრად მიართვა 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, მოსახლეობაც განაიარა ეს კოდორის ხეობაში და პლუს გამოვიდა ისე რომ ესე იგი მაშინ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება იქნა აქეთა მხრიდან დარღვეული. საგამოძიებო კომისიის სხდომა 9 საათი გაგრძელდა, თუმცა რა ხდებოდა აგვისტოს ომის კულუარებში, ამის გამოძიებას კომისია ისევ გააგრძელებს. არაა გამორიცხული მთავარი მოპასუხის როლში მაშინდელი მთავარ სარდალი, პატიმარი სააკაშვილიც ვიხილოთ.